ცხოველებთან ურთიერთობა ჩემთვის დიდი სიხარულის მომტანი არის. დილით რომ მოვდივარ სამსახურში, ყველა ისეთი თვალებით მიყურებს, ყველას შეა, ჩემგან სიყვარულსელიან, საჭმელსელიან და რომ ხედავ, როგორ მელოდებიან, რომ საკვები მივაწოდო და მოვეფერო, მეც მაბედნიერებს ეგ მომენტი. მე ვარ თაკო დიდიძე და ზოოტოპიაში ვმუშაობ მომვლელის პოზიციაზე. თითქმის 2 წელია უკვე რაც ზოოტოპიაში ვმუშაობ. ბავშვობიდან იყო ჩემი ოცნება, რომ ცხოველებთან მქონოდა კონტაქტი და ზოოტოპია მომცა ამის შესაძლებლობა, რომ ყოველდღიური შეხება მქონოდა ცხოველებთან. ამ სამსახურის დაწყებამდე ცხოველების მოვლის გამოცდილება უკვე მქონდა გარკვეულწილად. სახლში სულ მყავდა ხოლმე ცხოველები, თუმცა აქ მოსვლის შემდეგაც ბევრი რამ ვისწავლე დაკვირვებით თანამშრომლებისგან, რადგან ეგზოტიკურ ცხოველებთან ურთიერთობა სულ სხვანაირი არის და ძალიან განსხვავდება შინაური ცხოველების მოვლისგან. ზოოპარკში წარმოდგენილია შინაური ცხოველები, ეგზოტიკური ცხოველები, რეპტილიები და თევზები. შინაური ცხოველებიდან ზღვის გოჭები, თხები, ცხვარი, ბავშვებს საშუალება აქვთ რომ მოეფერონ და აჭამონ შინაურ ცხოველებს, ისევე როგორც ეგზოტიკურ ცხოველებს, მაგალითად ენოთს, ლემურს, სურიკატებს, თუმცა ისე კონტაქტი არ შეუძლიათ ეგზოტიკურ ცხოველებთან, როგორც მაგალითად შინაურ ცხოველებთან, ეს მხოლოდ რაღაც დონეზე არის დაშვებული. რეპტილიებიდან გამოვარჩევდი გველებს, იმიტომ რომ სტუმრების უმეტესობას სწორედ გველები აინტერესებს, თუნდაც ფობიების დაძლევის მიზნით, ან უბრალოდ ინტერესი ამოძრავებთ ხოლმე, რომ გველის კანი შეიგრძნონ. თევზების ძალიან ბევრი სახეობა ყავს და ჩვენ აკვარიუმს გამოვარჩევდი, ულამაზესი არის და ყველას ურჩევდი, რომ დაეთვალიერებინა. ჩემი ერთი სამუშაო დღე იწყება გალიების შემოწმებით და დასუფთავებით. შემდეგ უკვე ვამზადებ ყველა ცხოველისთვის საკვებს, რადგან ყველას ინდივიდუალური კვების რაციონი აქვს. მაგალითად, ენოტებს უნდა მივაწოდო ხილი და ხორცი, ფრინველებს თავისი საკვები, მაიმუნსაც ასევე ხილი და ხორცი. ქვეწარმავლებს განსხვავებული კვება აქვთ, მაგალითად, გველებს, რადგანაც 2 კვირაში ან კვირაში ერთხელ ვაჭმევთ ხოლმე, მათი გამოკვება ყოველდღე არ მიწევს. გამოვარჩევდი ტუკანს, ტუკანისთვის არ შეიძლება რკინის შემცველი საკვები და აქვს საკმაოდ წვრილი საყლაპავი მილი, ამისთვის საჭიროა მიეწოდოს წვრილად დაჭრილი საკვები. რაც შეეხება ზღვის გოჭებს და სხვა შინაურ ცხოველებს, აქვთ ყოველდღიურად თივა და სპეციალური საკვები მათთვის განკუთვნილი. რაც შეეხება რეპტილიებს ვაჭმევთ ხოლმე ჭრიჭინებს, თუმცა ზოგიერთი არის ბალახის მჭამელი, ასე რომ ხანდახან სალათის ფოთლებს და ხილსაც მივაწოდებთ ხოლმე. ზოოტოპიაში ასევე ყავს ისეთი ცხოველები, რომლებიც საქართველოს სხვა ზოოპარკებში არ გვხვდება. ესეთი არის კოატი და ვალაბი. ვალაბი არის ჩანთოსანი, მინი კენგურუსაც ეძახიან და ბინადრობს ავსტრალიაში. მას შემდეგ, რაც ჩემს საქმეებს მოვრჩები, უკვე იღება ზოოპარკის კარი და ვიღებ სტუმრებს. ჩემი მოვალეობა გარდა იმისა, რომ მივხედოთ ცხოველებს და მოვუარო, არის ხალხისთვის კითხვებზე პასუხის გაცემა. სტუმრები როცა შემოდიაქვთ, აქვთ ხოლმე უამრავი კითხვა ყველა ცხოველთან დაკავშირებით. სწორედ ეს არის ჩემი მოვალეობაც, უპასუხო მათ კითხვებს და კმაყოფილები გავუშვა ზოოპარკიდან. ზოოპარკში შემოდის ყველა ასაკის ადამიანი, თუმცა უფრო მეტად ბავშვებთან მიწევს ხოლმე ურთიერთობა. განსაკუთრებით მაშინ თუ სკოლიდან მოდიან ხოლმე ექსკურსიაზე, მე ვარ გიდი და ზოოპარკს ვათვალიერებინებ, მწირე ინფორმაციას ვაწვდი ბავშვებს ცხოველების შესახებ. გარდა ამისა, საშუალება ეძლევათ ცხოველებს მოეფერონ, აჭამონ, რაც კლასიკურ ზოოპარკში არ შეუძლიათ. ჩემთვის სასიამოვნო სანახავია, როდესაც დამთვალიერებლებს ზოოპარკიდან ვუშვებ კმაყოფილს. დადებითი ემოციებით მუხტავს და დიდ мотивაციას მაძლევს, რომ ჩემი თავი მივუძღვნა ამ საქმეს. რაც
რაც შეეხება ცხოველების ამ ზოოპარკში მოხვედრას, ეს ხდება სხვადასხვა ზოოპარკებთან შეთანხმების საფუძველზე. როგორც ესეთი ცხოველებს არ ვიბარებთ, არის ხოლმე შემთხვევები, რომ მოდიან ადამიანები და უნდათ რომ ჩავიბაროთ ან მოგვაშვილონ ხოლმე სხვადასხვა ცხოველები, სამწუხაროდ ესეთი რაღაც ჩვენ ზოოპარკში არ ხდება. ასევე ჩვენ გვაქვს ფილიალი ბათუმშიც, სადაც წარმოდგენილია გარკვეული რაოდენობის ცხოველი და ესე ვთქვათ, ჩვენ შორის ხდება ხოლმე გაცვლა-გამოცვლა. ხანდახან ჩვენ ზოოპარკში მრავლდებიან ცხოველებიც, მაგათად ახლა სურიკატებს ყავთ პატარა, ასევე მრავლდებიან ზღვის გოჭები, კატები და იშვიათად ფრინველებიც, ისევე როგორც რეპტილიები. რაც შეეხება ამ სამსახურის სირთულეებს, გამოვარჩევდი ალბათ იმას, რომ მიწევს ვიყო ფრთხილად გალიაში შესვლისას, როცა უნდა დავასუფთავო გალია, ჩემი უსაფრთხოებისთვისაც და ცხოველის უსაფრთხოებისთვისაც. მიწევს ვიყო ფრთხილად, იმიტომ რომ ყველა ცხოველი არ არის კომუნიკაბელური, მაგალითად როგორც სხვები, ან არის თქვა იმის საშიშროება, რომ შეიძლება ცხოველი გამომექცეს ან გამომიფრინდეს. გარდა ამისა, ჩემთვის დიდ სირთულეს წარმოადგენს მომენტი, როცა ცხოველებს ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ ხოლმე. ჩემთვის ემოციურად ამის გადატანა საკმაოდ რთულია, რადგან ყველა ცხოველის მოვლა მე მიწევს, მიყვარდება ცხოველები და შემდეგ ფსიქოლოგიურად მიჭირს ამ მომენტის დაძლევა. ჩემთვის ძალიან რთულია რომელიმე ცხოველი ესე გამოვარჩიო, იმიტომ რომ ყველა ძალიან მიყვარს, თუმცა თუ მაინც და მაინც უნდა დავასახელო, ვიტყოდი ერთი ცხვარი ჟოზეფინა, ცნობს ხოლმე და ეგ ფაქტი მახარებს და მეორე ეს იქნებოდა სურიკატი კატო, საკმაოდ კომუნიკაბელურია და ესე ვთქვათ შემაყვარა თავი. ზოოტოპიაში ჩემს გარდა, რა თქმა უნდა, სხვა მომვლელებიც არიან. ერთიანი ძალებით ვცდილობთ ხოლმე, რომ მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევუქმნათ ცხოველებსაც და სტუმრებსაც. ვუზიარებთ ერთმანეთს გამოცდილებას და ვინაწილებთ საქმეს ყოველთვის, რა საქმეც არ უნდა იყოს, ვაკეთებთ ყველა. სამომავლოდ ვისურვებდი, რომ სხვა ისეთ ცხოველებთანაც მქონდეს კონტაქტი, რომელიც ნაკლებად გვყავს მაგალითად საქართველოში. პირობითად ვიტყვი პინგვინი ან წითელი პანდა ან კოალა. დიდი სურვილი მექნებოდა, რომ მაგ ცხოველების მოვლაც შემეძლოს და ახლოს მქონდეს კონტაქტი. ეს სამსახური ჩემ ცხოვრებაში საკმაოდ დიდ ნაწილს იკავებს, თუმცა სამსახურის გარდა ეს ჩემთვის ჰობიც არის, ასე რომ დრო სასიამოვნოდ გადის ჩემთვის და საერთოდ არ მაქვს იმის შეგრძნება, რომ დილით უნდა ავდგე სამსახურში წავიდე და დატვირთული დღე მქონდეს, თქვათ, იმიტომ რომ ყველა ცხოველთან ურთიერთობა იმდენად განსხვავებულია, დრო ძალიან სწრაფად გადის და სამსახურის შემდეგ კი ცხოველები სახლშიც ვყავს და შემდეგ იმათი მოვლა მიწევს და დროის იმათთან გატარებაც, ასე რომ ჩემთვის ეს პროცესი საკმაოდ სასიამოვნოა. ჩემი ცხოვრება ცხოველებთან ურთიერთობის გარეშე საკმაოდ წარმოუდგენელია, რადგანაც სულ ყოველთვის მქონდა ხოლმე მათთან ურთიერთობა და ესე მგონია, რომ ამ სამსახურის გარეთ და ეს სამსახური რომც არ მქონდეს, მაინც ისეთ პროფესიას ვიპოვიდი, რომ ცხოველებთან ახლოს ვიყო.